გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით ყველასათვის ნაცნობ დისნეის მულტიპლიკაციური ფილმების საინტერესო მომენტებზე, რაც დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. ვალი კინოთეატრების ეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა. პერსონაჟს სახელი უოლტერ ელიას დისნეის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც კომპანიის დამაარსებელია თავის ძმასთან ერთად. მულტფილმში პატარა ქალთევზა ორწუთიანი შტორმის დასახატად 10 მხატვარს 1 წელი დასჭირდა. სტატისტიკის თანახმად მსოფლიოში მიკი მაუსი ბევრად პოპულარულია, ვიდრე სანტა კლაუსი. 1967 წელს ჯუნგლების წიგნის ანიმაციაზე მუშაობისას ბითლზების მენეჯერმა დისნეის შესთავაზა, რომ ორბები ბითლზების წევრებს გაეხმოვანებინათ. ამისთვის სიმღერაც კი დაიწერა, თუმცა გეგმა ვერ განხორციელდა. საბოლოოდ სიმღერა გადააკეთეს, თუმცა ორბების გარეგნობა მაინც უცვლელი დარჩა. პიქსარის ანიმატორებს ყველა მულტფილმში გამოყენებული აქვთ კომბინაცია A113. ეს კალიფორნიის სამხატვრო უნივერსიტეტის საკლასო ოთახის ნომერია, სადაც მულტიპლიკატორები და გრაფიკული დიზაინერები სწავლობდნენ. დისნეის უამრავი ანიმატორის ისტორია სწორედ ამ საკლასო ოთახიდან იწყება. კრიტიკოსებმა 1994 წელს გამოსულ მეფე ლომს 1960 წლის ანიმეს თეთრი ლომი კიმბას იმიტაცია უწოდეს. ალბათ ყველამ კარგად იცის დისნეის ერთ-ერთი საუკეთესო მულტფილმი ლედი და მაწანწალა, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება, რომ სპაგეტის სცენა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ანიმაციის სავიზიტო ბარათად იქცა, უოლტ დისნეის არ მოსწონდა და მის ამოჭრას აპირებდა. მის დატოვებას კი ანიმატორს უნდა უმადლოდეთ. დისნეის საჩვენა და დაარწმუნა, რომ დაეტოვებინა ის. დისნეიმ რობინ ჰუდის შექმნისას ძველი ანიმაციები გამოიყენა, რის გამოც ის მხოლოდ $5 მილიონი დაჯდა. რაპუნცელი დისნეის ყველაზე ძვირიანი ანიმაციაა. მისი გადაღება $260 მილიონი დაჯდა. აი ასე გამოიყურება ფიფქია და 7 ჯუჯასთვის მიღებული უოლტ დისნეის ოსკარი. მას თან ახლავს 7 ჯუჯას ქანდაკება. გაყინულის ის ეპიზოდი, როდესაც ელზა თავისი ყინულის სასახლის აივანზე გამოდის, 2018 კადრისგანაა შემდგარი. ერთი კადრის სრული დამუშავებისთვის 132 საათი იყო საჭირო. არიელი ერთადერთი პრინცესაა, რომელსაც შვილი ჰყავს. ზოგიერთი მკვლევარი და კრიტიკოსი მიიჩნევდა, კერძოდ გიენების ბოროტი არსებების ამპლუაში წარდგენა ხელს შეუწყობდა მათ მიმართ შიშის გაღვივებას რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ ცილისწამების ბრალდებით მათ დისნეის წინააღმდეგ სარჩელი აღზრეს სასამართლოში. ჰერკულესი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტფილმია დისნეის ანიმაციებს შორის, რომელიც 1997 წელს გამოჩნდა ეკრანებზე. ამ მულტფილმში უცნაური ის არის, რომ თავად ჰერკულესი ერთადერთი პერსონაჟია, რომელსაც ბერძნული სახელი არ აქვს. სახელი ჰერკულესი რომაული წარმოშობისაა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს ეს ფაქტი არ აღელვებდათ, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დიდი კომერციული მოგებისთვის სწორედ ეს სახელი იყო საჭირო. მალეფისენტა და კონკიას დედინაცვალი ერთი და იგივე პიროვნებაა. კონკიას ბოროტი დედინაცვალი ლედი ტრემაინისა და მძინარე მზეთუნახავის ბოროტი ჯადოქრის როლს ერთი და იგივე მსახიობი ელინორ ოდლი ასრულებს. როგორც ჩანს, დისნეის გმირები ერთი მულტფილმიდან მეორეში ინაცვლებენ. ასე მაგალითად, გაყინულის ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ანას ოთახი ჩანს, ხედავთ მიკი მაუსის სათამაშოს. განძის პლანეტაში კი სტიჩის სათამაშოს უპოულობთ. პრინცესა და ბაყაყის წიგნების თაროზე კი რაპუნცელის ისტორიაა შემოდებული. დისნეის რამდენიმე პერსონაჟს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი აქვს. მიკი მაუსი არის პირველი ანიმაციური პერსონაჟი, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს 1978 წლის 18 ნოემბერს. მის გარდა დისნეის კიდევ 6 პერსონაჟს აქვს საკუთარი ვარსკვლავი: ფიფქიას, ბაყაყ კერმიტს, დონალდ დაკს, ვინი პუხს, ფერია წყრიალასა და მაპეტებს. პოკაჰონტასი დისნეის ერთადერთი პრინცესაა, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისნეის ფილმი მის ისტორიას ზუსტად გადმოგცემს. პოკაჰონტასის ნამდვილი სახელი ამონუტე იყო. თავად პოკაჰონტასი კი მეტსახელია, რაც კუდრაჭას ან მავნე ბავშვს ნიშნავს. დისნეის მხოლოდ 2 პრინცესას აქვს ზებუნებრივი ძალები. რაპუნცელს თავისი მოელვარე სასწაულმოქმედი თმა და ელზას თავისი ყინულოვანი ძალები.
წარმოიდგინეთ მონსტრების კორპორაციის ერთ-ერთ პერსონაჟს. სალივანს 2.300.000-ზე მეტი ინდივიდუალური თმის ღერი აქვს. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, თითოეული მათგანი დახატულია. ალბათ აღარ უნდა გაგიკვირდეთ ის ფაქტი, რომ სალივანის მონაწილეობით თითოეული კადრის დახატვას მინიმუმ 12 საათი სჭირდება, ან დასჭირდა. ანიმატორმა გლენ კინმა განაცხადა, რომ ზეთუნახავი და ურჩხულის პერსონაჟს მგლის ფეხები, ძაღლის კუდი, ხარის თავი, გორილას წარბები, გარეული ტახის დინგი და ლომის ფაფარი აქვს. ჯეკი ჩანს დისნეის ორი პერსონაჟი ყავს გახმოვანებული. ჯეკი ჩანი მზეთუნახავისა და ურჩხულის ჩინურ თარგმანში ურჩხულს ახმოვანებს. მულანის ჩინურ ვერსიაში კი კაპიტან ალი შანკს. ამას გარდა ჯეკი ჩანი ამ როლებში მღერის კიდეც. დონალდ დაკის გამხმოვანებელს კლარენს ნეშის დონალდის გარდა სხვა პერსონაჟებიც ყავს გახმოვანებული. კლარენს ნეში ცნობილი იხვი დონალდ დაკის გამო გახდა. ამ როლს იგი 50 წლის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა მას ასევე გახმოვანებული ყავს დონალდის ძმისშვილები, ჰუი, დუი და ლუი, ასევე დეიზი და დაკი. ადრეულ ეპიზოდებში. ამას გარდა ის ახმოვანებდა დისნეის სხვადასხვა ცხოველს, მოჭიკჭიკე ჩიტებს, ცხენს, დათვს, 101 დალმატინელის მეგობარ ძაღლებს და იხვებს. ლედის პერსონაჟი ფილმიდან ლედი და მაწანწალა ნამდვილი ცხოველის მიხედვითაა შექმნილი. პერსონაჟი ლედის გარეგნობა და სახელი დისნეის სცენარისტის, ჯო გრანტის სპანიელის შედევრია. გრანტის მიერ შესრულებული ძაღლის ესკიზების ნახვის შემდეგ დისნეიმ გრანტს სთხოვა ამ პერსონაჟის შესახებ რაიმე ამბავი შეექმნა. სწორედ ამ პერიოდში დისნეის ახალი წაკითხული ჰქონდა მოთხრობა ბედნიერი დენი, სტვენია ძაღლი, რომელიც მაწანწალა ძაღლის შესახებ მოგვითხრობს. ამრიგად მულტიპლიკატორმა გრანტის ესკიზებისა და ამ ამბის სინთეზით ლედის და მაწანწალას დაუვიწყარი ისტორია შექმნა. მულტფილმის პიტერ პენი ერთ-ერთი პერსონაჟის კაპიტან კაუჭას გარეგნობა შთაგონებულია ამერიკელი მსახიობის ჰანს კონრიდის მიერ. თავდაპირველად მსახიობი მხოლოდ პერსონაჟს ახმოვანებდა, მაგრამ მეკობრის ფორმაში იმდენად ზუსტად წარმოსახავდა ამ გმირს, რომ ანიმაციის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, კაპიტან კაუჭას მისი გარეგნობა ჰქონოდა. უოლტ დისნეიმ მიკი მაუს იმ თაგვის პატივსაცემად შექმნა, რომელიც ბავშვობაში ჰყავდა მოშინაურებული. ანასტასია დისნეის მულტფილმი არაა. სინამდვილეში ის 20th Century Fox-ის ნაწარმოებია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Fox-ი დისნეის სტუდიამ შეიძინა, ანასტასია ტექნიკურად უკვე დისნეის პროდუქტად შეიძლება ჩავთვალოთ. ანასტასია Fox-ის პირველი ანიმაცია იყო. 1997 წლის ეს კლასიკა 20th Century Fox-ის პირველი და ერთადერთი 2D ანიმაციური პროდუქტია. ანიმაციაზე ფიფქია და 7 ჯუჯა. მუშაობის პროცესი ზუსტად 3 წელი გაგრძელდა 1934-დან 1937 წლამდე. იმისათვის, რომ ალისა საოცრებათა ქვეყანაში გადაეღოთ, სტუდია Walt Disney შემდეგ მეთოდს იყენებდა. ანიმატორები თავდაპირველად რეალურ მოდელს ყოველ ეპიზოდში იღებდნენ, შემდეგ კი მის გამოსახულებას ხატავდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი შრომატევადი პროცესი იყო. დღეისათვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარის ღილაკს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.